ინფლაციის პარალელურად სამომხმარებლო პროდუქტების ფასი მუდმივად იცვლება. ბოლო წლებმა კი საქართველოში ფასების ზრდის ტენდენცია გამოკვეთა. არც წინა სააღდგომო პერიოდი აღმოჩნდა გამონაკლისი და იმ ტრადიციულ პროდუქციაზე, რომელსაც მომხმარებლები ამ დღესასწაულისთვის ყიდულობენ, ფასის ზრდა დაფიქსირდა. მაღაზიათა ქსელ ნატურალში საქმიან დილას განუმარტეს, რომ უამინდობამ ფერმერებს მოსავლის მიღება გაურთულა, რამაც ბაზარზე დეფიციტი შექმნა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასის მატებას ამ მოვლენას უკავშირებენ. როგორც წესი, ინფლაციასთან დაკავშირებით ყოველ წელს რაღაცა პროცენტულობით იზრდება ფასი პროდუქტებზე, შესაბამისად, გასულ წლებთან შედარებით გაზრდილი არის დაახლოებით ალბათ 10%-ით საშუალოდ, არის პროდუქტები, რომლებზეც შენარჩუნებულია ფასი, თუმცა ახლა ამინდებიდან გამომდინარე თვითონ ქართულ პროდუქციაზე ვერ მოახდინეს, ასე რომ ვთქვათ, ფერმერებმა მიღება ამ პროდუქტების და ცოტა დეფიციტი იყო და შესაბამისად მომატებული არის ფასი. ალექსანდრე ნებიერიძე აღდგომის დღესასწაულის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტ პასკაზე ფასის ზრდასაც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ღირებულება გასულ წელთან შედარებით 10-15%-ით დაკორექტირდა. თუმცა BMG-ის ეთერებში სხვადასხვა საკონდიტროების წარმომადგენლები განსხვავებულ კომენტარს აკეთებენ. ელს როგორც ავკიდით მომხმარებელს არ გავზარდეთ ფასის აღდგომო ტკბილეულზე. კულიჩის, პასკის და ხაჭოს პასკის ფასი დარჩა იგივე. ფასის ცვლილება შეეხო მხოლოდ დეკორაციის ნაწილს, რომელზეც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პროდუქციაზე ფასი გაიზარდა, იმიტომ რომ იმპორტირებული საფანელით ხდება დეკორაციის დამზადება, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ტრადიციულ პასკას, მასზე ფასი არ გაგვიზრდია. ელს განსაკუთრებით რაღაცნაირად ესე მოხდა, რომ ეს ფასები ცოტა ისე მოგვხდა თვალში. თუმცა ჩვენ შევძელით მეტნაკლებად შევძელით, რომ მომხმარებლისთვის წელს შეგვეთავაზებინა იქიდან გამომდინარე, რომ ინგრედიენტების ფასები წლიდან წლამდე იმატებს და ძალიან დიდი პროცენტით შევძელით, რომ ადეკვატური ფასი შეგვეთავაზებინა. და სააღდგომო სუფრის კიდევ ერთი განუყოფელი ნაწილი კვერცხი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქართულ ბაზარს სრულად ადგილობრივი კვერცხის მოხმარება მოუწია, რადგან ქვეყნის მთავარ მომწოდებელ თურქეთში კვერცხის დეფიციტი შეიქმნა და ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნა გაიზარდა, ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასი 2025 წლის დასაწყისში უკვე გაიზარდა, სააღდგომოდ კი მისი დაკორექტირება აღარ განიხილება. დღეს ქსელებში 10 ცალიანი შეფუთვის ღირებულება 5 ლარი და 65 თეთრი 5 ლარი და 85 თეთრის ფარგლებში მერყეობს. საკვების ნაწილში ძალიან დიდი ფასის მატება იყო და ახლობებით საბოლოო პროდუქტი გაგვიძვირდა 12%-ით და ჩვენ მხოლოდ 2-3%-ით გავაძვიეთ კვერცხს. თუ ძალიან რადიკალურად არ შეიცვალა, უახლოესი 6 თვის განმავლობაში არ იგეგმება ჩვენს პროდუქციებზე ფასის მატება. საფასო პოლიტიკას რაც შეეხება, საფასო პოლიტიკა ფაქტიურად არ შეცვლილა ბოლო თვეების განმავლობაში და ვფიქრობ არ შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის წინა სააღდგომო ბიუჯეტი დაკორექტირდა და ფაქტია, რომ გასულ წელთან შედარებით გაიზარდა, მომხმარებლის აქტივობა არ შემცირებულა. პირიქით, უპრეცედენტო ზრდასაც კი აფიქსირებს. კონკრეტულად ჩვენ ობიექტებზე მატება გვაქვს კი და გააქტიურებული არის ჩვენი მომხმარებელი, წინ გასულ წლებთან შედარებით დაახლოებით 15-20%-იანი ზრდა გვაქვს მომხმარებლების ნაკადის, ასე რომ ვთქვათ და ასევე ნავთობთან მიმართებაში. წლიდან წლამდე გაიზარდა წინა სააღდგომო სამზადის ის ტენდენციაც, არ იყო ამ ხელა მოთხოვნა დეკორირებულ პროდუქციაზე მანამდე, ბოლო წლებში უფრო შეიმჩნევა ეს ტენდენცია და უკვე მომხმარებელი მოდის თავისი იდეებით და არ ჯერდება მხოლოდ ჩვენ შეთავაზებულ ვარიანტებს, მაინც მხოლოდ გემო, როგორც შევატყობთ, არ არის მთავარი მოთხოვნა მომხმარებელში და ვიზუალურ მხარესაც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. თვალებსაც უკვე სხვა მენტალიტეტი გვაქვს და მხოლოდ არ იგრძნობა ეს სუფრაზე და სახლებში. აქ უკვე არის საუბარი სააღდგომო საჩუქრებზე, საყვარელ ადამიანს, თუნდაც საკუთარ თავს, სხვადასხვა აქსესუარის ჩუქებას. რიტეილ სექტორი, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს, ამას საქმიანი დილას ეთერში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძეც ადასტურებს. მისივე ცნობით, ახალი წელი და აღდგომა სადისტრიბუციო ბიზნესისთვის ყველაზე შრომატევადი და ცხელი ეტაპია.
მთლიანი წლის ბრუნვას ანუ შეგვიძლია ავიღოთ, რომ ამ ორი დღესასწაული ქმნის ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მთლიანად, რაც კი რითეილს და სადისტრიბუციო კომპანიას წლის განმავლობაში და ჭრილში შეიძლება ქონდეს. დაკორექტირებული ფასები, გარკვეული გამოწვევები, თუმცა გაზრდილი აქტივობა. ასეთია ამჟამად ქართული ბაზრის სააღდგომო სამზადისი, რომელიც როგორც აღმოჩნდა ბიზნეს სექტორისთვის, წინა საახალწლო პერიოდს არაფრით ჩამოუვარდება.